მოგესალმებით ყველას, ჩემო მეგობრებო, თქვენ იმყოფებით არხზე ვიდეო lessons. მე ვარ მიშო და დღეს მე მინდა დავსწავლოთ თუ როგორ და მოვაგვაროთ ერთი პრობლემა, რომელიც შეიძლება თქვენ შეხვდეთ იმ შემთხვევაში, თუ თქვენ გიყვართ კომპიუტერული თამაშები და გიყვართ ისეთი კლასიკური ჟანრის თამაშები, როგორც არის მაგალითად პროტოტიპი. პირველი პროტოტიპი არის სრულიად უპრობლემო მეგობრებო თანამედროვე სისტემაზე, თანამედროვე სისტემებში გულისხმობ Windows 10 და Windows 11-ს. მაგრამ რატომღაც პროტოტიპს გააჩნია გარკვეული პრობლემები, იქიდან გამომდინარე, რომ ის არის საკმაოდ ძველი თამაში, მაგრამ არის შესანიშნავი კლასიკური ჟანრის თამაში. ძირითად შემთხვევაში ორი მიზეზი არსებობს იმისა, თუ რატომ აქვს პრობლემა ამ თამაშს უშუალოდ ჩვენს რეგიონში. პირველი ის, რომ ეს არის ძველი თამაში, რომელიც მორგებულია ძველ Windows-ებზე და მეორე ის, რომ ამ მომენტისათვის ოფიციალურად Steam-ზე ამ თამაშს ვეღარ შეიძენთ, ვინაიდან და რადგანაც ჩვენს რეგიონში ეს თამაში ხელმისაწვდომი აღარ არის. შეიძლება მხოლოდ გასაღების შეძენა და ასე შემდგომ, ან უბრალოდ torrent ვერსიის გადმოწერა. ორივე შემთხვევაში შეიძლება შეგექმნათ პრობლემა, იქნება ეს ლიცენზირებული თუ იქნება ეს torrent ვერსია. აქედან გამომდინარე, დღევანდელი ვიდეო გაკვეთილი, რომლის მეშვეობითაც მე თქვენ გასწავლით ამ პატარა პრობლემის მოგვარებას. უპრობლემოდ მუშაობს ყველა ვარიანტზე, იქნება ეს torrent ვერსია თუ იქნება ეს ოფიციალური Steam ვერსია. მოდით ნახოთ პირველ რიგში რა ხარვეზზე მაქვს საუბარი. აი ახლა ვეცდები მე რომ თამაში ჩავრთო. მე შეძენილი მაქვს ლიცენზია ეს თავის დროზე მეგობრებო. აი ახლა ჩაირთვება თამაში. გასავდება ეკრანი და რამოდენიმე წამში ისევ დესკტოპზე დამაბრუნებს. აი ესე გაიჩება არანაირი შანსი არ აქვს რომ ჩავრთო და სიუჟეტურ ხაზში შევიდე. ეხლა კი ჩვენ გვჭირდება ეს პატარა არქივი, რომლის გადმოსაწერი ლინკიც მითითებული იქნება ვიდეოს აღწერაში. შემდგომ როგორც კი გადმოწერთ, მოვახდინეთ ამ ფაილების ამოარქივება. ამოარქივების შემდგომ მეგობრებო, გახსენით ფოლდერი და აი აქ არსებული ყველა ფაილი დააკოპირეთ. და გადადით შემდგომი მიმართულებით. სადაც გიყენიათ თქვენ Steam-ი ან Steam-ის თამაშები. ჩემ შემთხვევაში ეს არის დისკი, შემდგომ Steam Library, შემდგომ Steam Apps-ი, აი Common. თუ რა თქმა უნდა Steam ვერსია გაქვთ. თუ torrent ვერსია გაქვთ, უნდა შეხვიდეთ იმ ფოლდერში, სადაც გიყენიათ თამაში. შემდგომ უნდა მოვძებნო პროტოტიპი. აი პროტოტიპი და აი აქ ჩავსვა ეს ფაილები. ჩასნის დროს replay-ის მიეცით მეგობრებო. ანუ ჩანაცვლებას. ამის შემდგომ უბრალოდ გავთიშავ ამ ყველაფერს, დავარეფრეშებ გვერდს და შევეცდები თამაშის ჩართვას. თამაში უპრობლემოდ არის მეგობრებო. თავარი არის ის, რომ თამაში უპრობლემოდ ჩაირთო და შეგვიძლია მისი ასე ვთქვათ სიუჟეტური ხაზის ჩართვა და მისიების შესრულება. აი ესე ძალიან მარტივად, სულ რაღაც რამოდენიმე წამში, აი ამ შესანიშნავი დამატებითი ფაილები ჩვენ შევძელით პრობლემის მოგვარება, რომელიც დაკავშირებული არის უშუალოდ პროტოტიპთან. დღეისათვის სულ ეს იყო. ძალიან დიდი მადლობა თითოეულ თქვენთაგან შემომეგობრებო, ვინც უყურებდა ჩემს ვიდეოს. ძალიან დიდი იმედი მაქვს იმისა, რომ მოგწონთ ჩემი არხი და ზოგადად არხზე განთავსებული კონტენტი. მე შევეცდები, რომ კიდევ უფრო მეტი მრავალფეროვანი ვიდეოები შემოგთავაზოთ. ხოლო თქვენ ჩემს მაყურებლებს ან ხელმომწერებს, ვისაც გიქნებათ რაიმე სახის თხოვნა ან რეკომენდაცია შეგიძლიათ ეს ყველაფერი დაწეროთ კომენტარებში, ან სოციალური ქსელის საშუალებით დამეკავშირდეთ მე და შეზღუდვის დაგვარად მე არ თქვენ თხოვნას გავითვალისწინებ ან რეკომენდაციას. გააჩნია რა გიქნება თქვენ იქნება ეს თხოვნა თუ რეკომენდაცია. ყველას კიდევ ერთხელ გიხდით ძალიან დიდ მადლობას ყურადღებისათვის.